დღეს მოვიტანე პაწუკა ამანათები. ჩემი ვიდეოების ისტორიაში პაწუკა ამანათების მე მგონი მესამე ნაწილი არ ვიცი. მოდი მესამე ნაწილი დავარქვათ. 9 წელი მოვიტანე, 10-მდე ვეღარ დამამგვალა, იმიტომ რომ პატარები აღარ იყო მეტი საერთოდ, ასე რომ ნახოთ პაწუკებში გამომოვა. წინა ორ ვიდეოში მე მგონი ძალიან ცუდი რაღაცები ამოვიდა. ნახოთ ახლა სტატისტიკას თუ გავაუმჯობესებთ. დავიწყოთ ამითი. რა ხდება? ნახე როგორ გადაფუთულია. შეგინეთ ახლა რაღაც საინტერესო უნდა ეს ესეთი რაღაცა მოვიდა ხო? აზრზე არავარ არის. მოდი, chat GPT-ს ვკითხოთ, ვიღაცა საიტზე რო შევა იცოდეს გასაძებს, იმიტომ რომ ეს ჩემ საიტზე დაიდება გასაყიდად, დაკარგული ამანათები .lg. გავაკეთე საიტი სპეციალური, ნივთები რომელსაც არ ვიტოვებ და რომელიც არ მაინტერესებს და არ მჭირდება არაფერში, იმათ ვყიდი. ნახოთ ახლა chat GPT-ს ვკითხოთ, ეს რა ჯანდაბაა. ეს არის ელექტრონული მართვის პლატა, სავარაუდოდ კონდიციონერის, სითბოს, ტუმბოს ან რაღაცა სისტემაო. აქვს რამდენიმე ძლიერი რელე, რომელიც კომპრესორებს რაღაცა. აი ესეთი რაღაცა არის მეგობრებო. შემდეგი ამანათი ესეთი პაწაწკინტელა. სანამ ამას გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი ვიდეოების მხარდამჭერია Georgian Time. ამანათების გადამზიდი კომპანია. სწორედ ისინი მეხმარებიან, რომ პოლონეთიდან ჩამოვიტანო ამანათები, გავხსნა და ესეთი ვიდეოები გადავიღო. ასე რომ ვისაც გნებათ პოლონეთიდან ამანათების გამოწერა, ან პირიქით პოლონეთში ყავთ ვინმე და მისთვის გინდათ გაგზავნა ამანათის, და გინდათ რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად, ისე რომ ასეთი ამანათი არ დაზიანდეს როგორც ჩემ შემთხვევაში, მიმართეთ მათ. კაი, შემდეგი ვნახოთ, აბა. ნახოთ რა არის. რა ჯანდაბაა? ვაიმე, რა არის? მივხვდი. წევსეში ამაგრებ და მოყვა ძალიან ბევრი თავი, ბევრი ქვეყნის, ანუ ესეთი ამერიკაშია, ეს თავი ამერიკის არის. ეს ღმერთმა იცის სადაურია, არ ვიცი, და ესეც შეიძლება ღმერთმაც არ იცის სადაურია. აი ეს არის ჩვენი ევროპული, ამას მიამაგრებ, წევსეში ამაგრებ და არის ერთი USB შესაერთებელი და ორი Type-C შესაერთებელი. გადამყვანივითაა, უბრალოდ ძალიან ჩახლართული და ძალიან გართულებულად აქვს ეს რაღაცები. ვინც მოგზაურობს სხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ დაჭირდება ეს, იმიტომ რომ ამას წაიღებს და გამოუსვლის თავს, მაგათაც მოხვდა სადღაც ისეთ ქვეყანაში, სადაც აი ესეთი თავია, არ ვიცი, ღმერთმა იცის ესეთი თავები სად არის. ამას გაუკეთებს, მე ტელეფონის დამტა შეაერთო და დატენის ტელეფონს. ძალიან კაი რაღაცა არის. ამაზე ვიფიქრე, მე დავიტოვებ თუ გასაყიდად გავუშვებ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა როგორც ვიზუალურად, ისე ხარისხიც ძალიან კაი აქვს. ახლა არ ვიცი ვიდეოში რამდენად ჩანს. პირველად სიტყვით საიტი შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ საიტზე დევს, ესე იგი იყიდება. თუ არა და ძალიან მომეწონა და ვიფიქრეთ, რომ დავიტოვო. აღარ ეტევა. აი რანაირად ალაგებენ ხოლმე ისე რომ მე აღარ ეტევა. ერთ სიტყვით საიტი შეამოწმეთ. დაკარგული ამანათები .lg. შემდეგი ნახოთ ეს ფანქრები დევს ალბათ, იმიტომ რომ ხელში გასმოხვდა ეგა. მართლა ფანქრები დევს, მე მგონი თუ რა არის ეს. აი ესენია, მეგობრებო, საწყობებს გავს ძალიან, სავარაუდოდ საწყობებია. შუშის საწყობებია თავისი საწმენდით. ხოთაშორის ძალიან კაი ხარისხია. კოქტეილების მოყვარულ ადამიანს შეიძლება აჩუქოთ ეს. ესეც ჩემს საიტზე დაიდება, ოღონდ რაღაც ნივთთან ერთად ალბათ ცალკე ამის გაყიდვას აზრი არ ექნება. რავი, ლამაზად გამოიყურება, ძალიან კაი, სუახალია თან, რა თქმა უნდა, ხა გამოყენებული ესა იქნება. პატარა ამანათები რაც ცოტა ამომდის ხოლმე, მით უფრო ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი ესეთი რაღაცები ამოდის სულ რა, ისა თუ რა. ნახოთ. რაღაცა კაია. ეს კაია, ეს მჭირდებოდა. პატარა კლუჩების ნაბორი, ნაკრები, უფრო ქართულად რო ვთქვათ. ესე დააჭერ, ესე ამოდის და ნახე რა კაი რაღაცაა. ეს მე თუ მკითხავ, ყველას უნდა ქონდეს სახში. ესე ჩადებ. ესე აკეთებ რაღაცას. ანუ ძალიან კაი რაღაცაა. ამას ჩემთვის ვიტოვებ. ეს ისეთი საჭირო რაღაცა არის, ყველას უნდა ქონდეს სახში აბსოლუტურად, იმიტომ რომ ბევრი დამჭირებია. აი ამანათებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას ვიტოვებ ჩემთვის და ძალიან მიხარია, ძალიან კაია. შემდეგი, ნახოთ რა არის. რაღაც ყუთია. სამოგზაურო სასწორი არის. ძალიან კაი რაღაცაა. ვაი, ბოდიში. ესე თქვენი ბაგი უნდა ჩამოვყიდოთ ზედა წონის. ალბათ დამჯდარია? ელემენტი უნდა აქვს. ეს მგვალი ელემენტები როა ეგეთი უნდა და ეს მგვალი ელემენტი არ მაქვს. მე შევიძენ, ჩავთავ, დავწმუნდები რომ მუშაობს და ამასაც დავიტოვებ. გამოგვადგება. შემდეგი. ვაუ, სათვალე ამოვიდა, მაგრამ მე მგონი ცუღის სათვალეა ეს. სუსუ ახალია, ცუღის სათვალეა, პარკებიც არ აქვს ამძვალი, აი ესე გამოიყურება. ეხლა ეს როგორ იყო დავაბრუნოთ თავის ადგილას. ესეც გაიყიდება, ოღონდ ამებს დავაწყვილებ რაღაცებს ერთად სიტუაციურად როგორც ემთხვევა და წყვილებად გავყიდი რა, ესე მგონია. შემდეგი რაღაცა ყუთია. აი პატარა ამანაში ხო შეიძლება ერთი რამე კაი ამოვიდეს რომ ვიყვირო სიხარულით? არა, შეიძლება. ესეც ამოვიდა რა.
მეგონი Bluetooth ყურსასმენი არის. Bluetooth ყურსასმენია და ფასი ზედვე აწერია, რომ $10 ღირს. არა. ესე იგი TikTok-ზე შემოდიო, TikTok-ის $10-იანი ვაუჩერიც მოყვება. უნდა შეაფასო ჩვენი პროდუქციაო, TikTok-ზეო, მე email-ზე უნდა მოგწერო და $10 გეკუთვნისო. რა ესე წერია აქ და თან პლუს არის Bluetooth ყურსასმენი. HTC-ის Bluetooth ყურსასმენია. კაი ელემენტი აქვსო, 10 მეტრის რადიუსში იწერსო, სტერეოც აქვსო, კომფორტული დიზაინი და HD ხმაო. გაუხსნელი არის თავის პარკში. მოდი ამას არ გავხსნი და პირდაპირ საიტზე დაიდება გასაყიდად. ბოლოს წინა ამანათი, ნახოთ რა შეიძლება იდოს ბოლოს წინა ამანათში. ეს რა მოვიდა, ეს Naruto-s ფანები ვინც ხართ, სათქვენო რაღაც ამოვიდა თან ზედ Naruto აწერია და სხვათაშორის საკმაოდ მძიმეა. ძალიან მძიმეა, მწვეტი არ აქვს სპეციალურად. სუიკენი? თუ გაქვია ამას? სუიკენი ექვია Naruto-ში. Naruto აწერია კიდევაც. ესე. აი ესეთია. მაგარი მძიმეა. Naruto-s ფანი ვინც არის სასაჩუქრე ძალიან კაია, უბრალოდ თავი მოღუნული აქვს, არ ვიცი რატო. ცოტათი მოღუნული აქვს, არ ვიცი. შეიძლება გავასწორო ეს თავი მე, თუ გავასწორე, ისე რომ არ დავაზიანო, მაგრამ აი თქვენს განახებთ, რომ თავი აქვს პაწუკაზე გვერდზე მოღუნული, ძალიან პაწუკაზე. ეს რა თქმა უნდა გასაკითხავს დააკლებს. სავარაუდოდ მაგიტომაცაა დაბრუნებული, ეგ მგონია. ნუ ეს არის რაც არის რა. Naruto ვისაც უყვარს სასაჩუქრედ იდეალური იქნება ჩემი აზრით. თუ პატარაზე მოღუნულ თავზე პრობლემა არ ექნება იმ ადამიანს. და დღეისათვის ბოლო ნივთი, რომელიც უკვე აქედან ვეხვდები რა არის ყურების თბილი დამცავია ზამთრის სავარაუდოდ. ეგეთი რაღაცაა. როგორც ვივარაუდე, ეს არის. მაინც თან იხსნება დაჟე. ვაი. აი ესეთი რაღაცა, ვამე აღულა. აი ესეთი რაღაცა. მიხდება? ვიცი რომ არ მიხდება. სულ ეს იყო ძალიან პატარა ვიდეო გამოგვივიდა სავარაუდოდ, ძალიან კაია. ვიდეოს ბოლოს ასევე კიდე მინდა მადლობა მოუხადო Georgian Times, რომლებიც მეხმარებიან რომ ეს ამანათები ჩამოვიტანო და მინდა გითხრათ რომ გასაყიდი ამანათები, ანუ ის ნივთები, რომლებსაც მე არ ვიტოვებ, შეგიძლიათ ნახოთ ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები .g. შეკვეთის გაკეთება შეგიძლიათ საიტზევე. მე ოპერატორი გიკავშირდებათ უკვე და მიტანის ადგილზე, დროზე და თარიღზე თანხვდებით ოპერატორთან. სულ ეს იყო, წარმატებები ყველას.